ბევრ თქვენგანს გექნებოდათ ეგრეთ წოდებული დამშვიდობების შეხვედრა, დამშვიდობების სიახლოვე, დამშვიდობების დიალოგი. როდესაც თქვენ შორდებით და შენ თითქოს და მას უშვებ, შეამჩნევდი რომ იმ მომენტში ქალი მოლბა უფრო ნაზი გახდა, დაიგრუზა და ჩაგეხუტა. ანუ როგორც კი შენ ოდნავ მოუმატე დისტანციას, როგორც კი მოეშვი ურთიერთობის გადამრჩენის როლს, როგორც კი მიეცი დრამატიზაციის მიზეზი, როგორც კი შეიგრძნო რომ თქვენ სამუდამოდ შორდებით, როგორც კი მიეცა ქალს საშუალება რომ წარმოიდგინოს რომ შენ ოდესღაც სხვა ქალთან ერთად იქნები ბედნიერი. იმ მომენტშივე ქალმა მიიღო მცირე ჰორმონალური დოზა, რომელმაც მომენტალურად შეცვალა მისი სიტუაციური შეგრძნებებიც და მისი ქცევის მოდელიც და გასაგებია რომ მოკლე დროით ეყო ეგ დოზა, თუმცა შინაარსია აქ მთავარი. შენ შენი თვალით ნახე ეგ ყველაფერი, რაზეც ახლა გესაუბრები. ამიტომ მოეშვი ქალის აღქმას ისე, თითქოს და შენი ნათესავი არ მეგობარი იყოს, რომელთანაც სამართლიანი ურთიერთობა გაქვთ, სადაც ხელი ჩამოართვით და გააკეთეთ, შეთანხმდით და შეასრულეთ. ეგ ეგრე არ მუშაობს. მასეთ ქალთან ურთიერთობა ყოველთვის და ყველაფერში ემოციებია და მეტი არაფერი. ემოციები კი ჰორმონებია, ხოლო იმისთვის რომ გამოიყოს ჰორმონები, შესაბამის ღილაკებზე დაჭერა არის საჭირო. შესაბამისი სიტუაციური პირობების შექმნა არის საჭირო. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ მამაკაცებს უჩნდებათ შემდეგი კითხვები. ნეტა ვუყვარვარ თუ არა ქალს, ან ნეტა ვუყვარდი თუ არა ქალსო. ეგ არის კითხვების არასწორი ფორმულირება. შენ უნდა დასვა შემდეგი კითხვა. რა პირობები უნდა შევქმნა რომ აი ამ კონკრეტულმა ქალმა მკვეთრი და ინტენსიური ემოციები განიცადოს ჩემს მიმართ?